კრწანის ვილა რეზიდენსის მთავარი პროექტის კრწანის რეზორტ რეზიდენსის მეოთხე ფაზის სამშენებლო ნაწილს სამშენებლო კომპანია Domus Construction-ი განახორციელებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია და დეტალებზე უნდა მოგეყვეთ, ვიდრე სტუმრებს უმასპინძლებთ. თათია ჩაფიჩაძე მოგუმზადა სიუჟეტი. აბა, მოგწავთ. ალბა. საცხოვრებელ კომპლექს კრწანის ვილა რეზიდენსსა და სამშენებლო კომპანია Domus Construction შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში კრწანის რეზორტ რეზიდენსის მეოთხე ფაზის სამშენებლო ნაწილს Domus Construction-ი განახორციელებს. კომპანიის ფინანსური მხარდამჭერი TBC-ა. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი უბანი 12 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე მოეწყობა და ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ამერიკული დოლარია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩაგვეტარებინა ესე იგი ტენდერი, სადაც ემონაწილევა რამოდენიმე წამყვან კომპანიებს და შედეგად Domus Construction-ი გახდა გამარჯვებული და მივესალმებით დღევანდელ დღეს. დღეს მოეწერა ხელი ჩვენ შორის პროექტი მისი მასშტაბურობით საკმაოდ შთამბეჭდავია და 200 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმულია, რომ შეიქმნება საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილები. ეკოლოგიურად სუფთა უბანი კრწანის ვილა რეზიდენსი 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. თანამედროვე დაგეგმარებისა და სტანდარტების შესაბამისი პირველი უბანი 5 ჰექტარ მიწაზე გაშენდა. დღეს კი რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსს აერთიანებს. ინოვაციური პროექტი საცხოვრებელ ზონასთან ერთად საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც აერთიანებს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოებს, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის და გოლფის მოედნებს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე კომერციული დანიშნულების კომპლექსი, სადაც მოსახლეობას ჰიპერმარკეტით, მაღაზიებით, სამუშაო სივრცეებით, ბოულინგითა და ფიტნეს დარბაზით სარგებლობის საშუალება მიეცემა. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველოპილიკებით იქნება შესაძლებელი. სამშენებლო კომპანია Domus Construction-ი 12 წელია ბაზარზეა. არაერთი საინტერესო პროექტი ამ პერიოდში განხორციელებული ჩვენი პროფესიონალი გუნდის მიერ, თანამედროვე სამშენებლო ინფრასტრუქტურა, სამუშაო შესრულების მეთოდოლოგია, ტექნოლოგია უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას და სამუშაო პროცესების ხარისხიან შესრულებას. ჩვენი ურთიერთობა ამით იწყება და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ კომპანია კრწანის ვილა რეზიდენს რეზორტთან. დეველოპერული და უძრავი ქონების დარგი მთავარ პრიორიტეტებს შორის რჩება TBC ბანკისთვისაც, რომელმაც ამიზნით მხოლოდ 2020 წელს 722 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. გამოწვევებით სავსე გარემოში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი განვითარება. დეველოპერული და უძრავი ქონების მიმართულება TBC ბანკისთვის კვლავ რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად. მხოლოდ ამ მიმართულებით ჩვენმა ინვესტიციამ 2020 წლის განმავლობაში 722 მილიონი ლარი შეადგინა. TBC ბანკი დეველოპერული და უძრავი ქონების მიმართულებით თავაზობს ერთიან სისტემას, რომელიც გულისხმობს იპოთეკური ცენტრის, სექტორული კვლევების, დაფინანსებისა და სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზებას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ პროექტში, რომელიც ორიენტირებულია სუფთა გარემოზე და კლიენტის საბოლოო კმაყოფილებაზე. პროექტმა თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო. ამ დროისთვის ტერიტორიაზე დასრულებულია 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა. კრწანის რეზორტ რეზიდენსის მეოთხე ფაზა კი სრულად მომდევნო 6 წლიან პერიოდში დასრულდება. პროექტი, რომელზეც სიუჟეტში მოგიყავით, 2010 წელს დაფუძნებული კომპანიის მიერ ხორციელდებდა. მისი მოცვა 5 ჰექტარიდან გაიზარდა ჯამურად 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას აღწევენ. თათი ამ სიუჟეტში ტრადიციულად თემისრულად დაფარვა სცადა, თუმცა ვეცდებით კიდევ უფრო მეტი სტუმრებთან ერთად გაგიზიაროთ. ნოშიკო ნამორაძე კრწანის რეზორტ რეზიდენსის მმართველი პარტნიორი და გიორგი გიორგაძე Domus Construction-ის მმართველი პარტნიორი შემოგვიერთდნენ სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა, რომ გილოცავთ შეთანხმებას, რომელიც გუშინ შედგა.
merci მადლობა. და წარმატებას გისურვებთ ამ პროექტში. დიდი მადლობა. ლოჯიკო, შერჩევის პროცესი ანუ ეს რაღაცა კომპანიის ხედვა არის, რომ ესე რაღაცა უდგებით გულისხმობ რაღაც კონკურსის საუკეთესო არჩევის პირობებს თუ აი რა იყო გადაწყვეტილების რა თქმა უნდა, პირველ რიგში უმეტეს მადლობა მოწვევისთვის, მშვიდობის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხა ჩვენი პროექტიდან გამომდინარე უკვე გამლილი წლები, რაც უკვე ჩვენ ვაწარმოეთ და განახორციელეთ ის ეტაპები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და წარმატებით დავასრულეთ. ყველა ის პარამეტრი იყო დაცული, ანუ ხარისხის მიმართულებით, ურბანული მიმართულებით, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა კარგად ჭკვიანურად მიუდგე ურბანული თვალსაზრისით და როდესაც საშუალებას გაძლევს ამ ხელა მიწის ფართობი. ამ შემთხვევაში გიორგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კი ბატონო, ურბანულიდან გამომდინარე, ურბანული განხრიდან გამომდინარე, აქტუალური იყო და მნიშვნელოვანი იყო ხარისხის დაცვა. ხო, ნუ ხარისხი არის უპირველესად, მით უმეტეს ესეთ პროექტში და კი აუცილებელია. და დავიწყეთ, ნახეთ, ჩემი მიდგომა იყო შემდეგნაირი სამშენებლო ნაწილში. არის და მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო ნაწილს ზოგადად ამ შემთხვევაში მე გამოვყოფოდი, ანუ არ მქონოდა ნაკლები აქტიურობა მქონოდა ამ მიმართულებით. მეტი ძალისხმევა, მეტი, ვთქვათ, ყურადღება გადამეტანა მენეჯმენტზე, მარკეტინგზე, გაყიდვებზე და ზოგადად ურბანისტიკაზე და ანუ მენეჯმენტის ნაწილში ყოფილიყავი მეტი ჩართული, ვიდრე ვთქვათ, სამშენებლო ნაწილში. თუმცა ეხა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სამშენებლო ნაწილი იყოს ძალიან ისე ვთქვათ, ყურადღების ქვეშ, ხო, რა თქმა უნდა. და შესაბამისად პრიორიტეტი დაისახა, რომ აუცილებელი იყო ნომერ პირველი სამშენებლო კომპანიის მოწებმა ამ პროექტისთვის, იმიტომ რომ ძალიან ვფიქრობთ, რომ სერიოზული პროექტია, არა იმიტომ რომ ვთქვათ, ჩემი პროექტია. და შევარჩიეთ რამოდენიმე წამყვანი კომპანია. ჩემი სურვილი იყო მართალი გითხრათ, რომ Domus Constructions ქონოდა პრიორიტეტი და გაემარჯვა ამ ტენდერში, ვიქნები, ვთქვათ, სუბიექტური, მაგრამ მოხდა ის, რომ თვითონ ტენდერის მიმართულებითაც აი ესე აღმოჩნდა, რომ გაიმარჯვა Domus Constructions. რეალურად. კი, აბსოლუტურად. რა კრიტერიუმებით გადაწყვეტეს? აი ძალიან ისე გულახდილად. სურვილი ერთია, მესმის, მაგრამ მეორეა დამოკიდებულება და ბიზნესია და ყველანაირად მოვუყურეთ ყველა პარამეტრებს და ამ შემთხვევაში მე რატომ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მახარებს და ძალიან გამიხარდა, რომ შედგა ჩვენი პარტნიორობა ჩვენ შორის Domus Constructions-სა და Gzanis Resort რეზიდენსთან თანამშრომლობა. გიორგი, მიხარია, რომ მასპინძლობ თქვენს. მეც მოხარული ვარ, მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ნოშიკოს ამ სიტყვებისთვის. ჩვენი კოლაბორაცია შედგა ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტია მისი მასშტაბურობით, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი დრაივერი მშენებლობის უბრალოდ ეკონომიკის არის მშენებლობა, 90%-ის ფარგლებში არის მთლიანი შიდა პროდუქტის წილი ეკონომიკის და 200 მილიონის ინვესტიცია ასეთი მულტიფუნქციონალური დაბალი განაშენიანების პროექტის განხორციელება ჩვენთვის იქნება ერთ-ერთი კიდევ გამოწვევა. ჩვენ გვეხმარება თანამედროვე
აღჭურვილობა, რომელშიც ძალიან დიდი ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული ამ წლების განმავლობაში. ჩვენი კომპანია დომუსი 15 წელს ხდება, სხვათაშორის საიფულე თარიღი გვაქვს წელს 15 სექტემბერს, კი, 15 წლის იუბილეა, ხოლო construction-ი არის 12 წლის, 12 წელზე უფრო მეტის უკვე და ჩვენი პროფესიონალი გუნდი, გამოცდილება, ინჟინრები, ის მეთოდოლოგიები, ის სტანდარტები, რაც არის ჩვენი, ასე ვთქვათ, დანერგილი, სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ გვინდოდა ყოველთვის, რომ სუფთა დეველოპერი კომპანია ყოფილიყო, თუმცა იმ წლებში, როდესაც ჩვენ დავაარსეთ ჩვენი კომპანია, ის 2006 წელი, არ იყო ესეთი, ვერ მოხდებოდა. ეს არის სუფთა დასავლური მოდელი, როდესაც აუთსორსზე არის სამშენებლო კომპანია, ჩვენ ასევე შვილობილი კომპანიებიც ყავს დომუს ალუმინიუმი, დომუს სერვისი, დომუს ინჟინერი და ასე შემდეგ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო სხვა მიმართულებითაც შევძლოთ თანამშრომლობას. რამდენად შემოდის ის კულტურა, რაც წანისი რიზოთ რეზიდენსმა გააკეთა გულისხმობ გამჭვირვალე პროცესს, ტენდერს, კონკურსს, თქვენს არჩევასთან დაკავშირებით და რამდენად შემოდის ეს კულტურა ბიზნესში, ანუ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში კომპანია, ეს ფართოა, კიდევ გასაკეთებელია თუ ერთეული შემთხვევებია, ვთქვათ, როგორც ესე ხდება, ანუ ეს ტენდერები არასახელმწიფო, კერძო სექტორს გულისხმობ. კერძო სექტორის ტენდერები თუ ის სუმაინც პირდაპირ გამჭვირვალეა. გამჭვირვალე. და ტარდება ზოგადად არჩევა ესე ხდება, რაც თქმა უნდა, ხოთაშორის ჩვენ TBC-ის ბიზნეს ცენტრის head office-ის მშენებლობა განვახორციელეთ. თუ შეეხება ვაკონტროლებ TBC-ის CEO, არა, მე არ ვცხოვრობ იქვე, რომ მოდიან თორნიკე გოგიჩაიშვილი ან ვინმე არ არსებობს, თქვენ არ გახსენებთ, თუ მიდის საუბარი, ასე რომ ვიცით. საკმაოდ დიდი მასშტაბის შემოწმებას განვახორციელეთ. მან 70,000 კვადრატული მეტრის აღჭურვილობა პანდემიის დროსაც. დიახ, პანდემიის დროს რა და ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდისთვის ესეთი ტიპის მშენებლობები, რომელიც ეხება მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესის არის ამაზე დამოკიდებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს და გაგრძელდეს ასეთი ტიპის ინვესტიციები და რაც შეეხება სამშენებლო სექტორში ტენდერების, ასე ვთქვათ, გამჭვირვალობას, აქ არის კონკურენციაზე, გამოცდილებაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია ჩვენ ხა რაც განვახორციელეთ წლების განმავლობაში და ევროპული, ასე ვთქვათ, კომპანიებთან გვაქვს დიდი ხანია თანამშრომლობა, ავსტრიული, გერმანული გადამზადებებზე დავყავს ჩვენი სტაფი. ამან განაპირობა, ასე ვთქვათ, გამოცდილების და ის პოზიციონირება, რომ ჩვენ ხარისზე ვართ ორიენტირებული. და ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ჩვენ დანერგილი გვაქვს და შრომის შესრულების მეთოდოლოგიები ხელს გვიწყობს, რომ ჩვენი კომპანია წარმატებული იყოს ამ მიმართულებაში. პროექტზე მინდა ვიკითხო, ანუ ყველა კრიტერიუმით ამ პროექტს ძალიან ბევრი პლუსი უწერია. თქვენ თქვით, რომ თქვენი მთავარი სურვილი იყო, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მის განვითარებაზე, ხედვაზე დიდი დრო დაგეთოთ. აი, რა ჩაიფიქრეთ, მოდი ეს მოვყვეთ, როგორი უნდა იყოს, როცა ის დასრულდება, როგორი გინდათ რომ იყოს და რას აკეთებთ ამ დროისათვის და რა ეტაპზე ხართ ახლა? ნახეთ, არის ზოგადად თითოეული ჩვენი ოჯახები, ანუ მიდიან დასასვენებლად. ანუ კონკრეტულად ვიცით ჩვენ, თქვათ, წამყვანი ქვეყნები, სადაც შექმნილია რესორტის ტიპის, თქვათ, სასტუმროები. ჩვენ საკმაოდ ისე კმაყოფილები ჩამოვდივართ ამ დასვენებიდან, ხო? ანუ ვისვენებთ სრულყოფილად, ანუ რაღაცა მოკლევადაც კი ყოფნის იმისთვის, რომ ვიყოთ, მერე გავყვეს რაღაცა პერიოდი ეს დასვენების ეს დასვენება. შესაბამისად, ჩანაფიქრი ეგ იყო ზუსტად, რომ შექმნილიყო საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აი ამ კომპონენტებს შეიტანდა მთლიანად თბილისში. ანუ აი ეს იყო სრული ამოცანა, რაც მინდოდა რომ განმეხორციელებინა. რა თქმა უნდა, ამას აქ ბევრი კომპონენტი უნდა დამთხევოდა ერთმანეთს, ხო? არა მარტო ერთი, რომ სურვილი. ანუ ემახარებს ეს სიტუაცია, რაც დღეს დადგა და მოცემულობა, რომ ამ პროექტის განხორციელება მე შევძელი. შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევძელი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უკვე წარმატება გარანტირებულია.
შევიტანე ამ პროექტში ზუსტად ის კომპონენტები და ის მიმართულებები, რომელიც არის რესორტის ტიპის საცხოვრებელ გარემოში და თქვათ სასტუმროებში. ამითი ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ადამიანმა იცხოვროს ესეთ წყნარ შვიდ გარემოში თან აუცილებელი იყო ეკოლოგიური მიმართულებაც, ხო, ანუ აგვერჩია მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა ყოფილიყო რაღაცით განსხვავებული კიდე დამატებით, ხო, და მაგით ამ ნაწილითაც გაგვიმართლა და ძალიან მიხარია, რომ პირდაპირ შემიძლია ვთქვა ნომერ პირველ უბანში ეკოლოგიური პარამეტრებით, რომელიც ისტორიულად დადგენილია, რომ და მრავალი კვლევა არის ჩატარებული, არის ზუსტად მაგ სტანდარტების შესაბამისად და მოგვეცა საშუალება, რომ შეგვესყიდა და დიდი ინვესტირება განგვეხორციელებინა სწორედ მაგ მონაკვეთში, კწანისის უბანში. მოხდა შემდეგი რამ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში თანამშრომლობთ TBC ბანკთან, ჩემი კომპანია უშუალოდ და წარმატებით არაერთი პროექტი დავასრულეთ საკმაოდ. ერთ-ერთი ეს პროექტია, რომლის შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ძირითადი ფინანსური პარტნიორია? კი, ანუ ესეთი გენერალური პარტნიორია, სადაც ჯერათ მათ ჩვენი წარმატების, რამაც მიგვიყვანა ამ ნიშნულამდე და რაც מחარებს და მადლობა მინდა ასევე მოუხადო TBC ჯგუფს, TBC ბანკს, ნდობის გამოცხადებისთვის, რა თქმა უნდა. ეტაპობრივად ფინანსდებოდა ჩვენი პროექტი. თანადაფინანსებით მოხდა ის, რომ ჩვენ სადღაც 8 ჰექტარამდე გამახორციელეთ უკვე ინვესტირება, დავასრულეთ წარმატებით პროექტი, აქ ვილების უბანია, შემდგომ მოდის აპარტამენტები, დაბალი განაშენიანების და ხალხი უკვე ცხოვრობს, იქ ოჯახები ცხოვრობენ, საკმაოდ კმაყოფილები. ანუ ამ პანდემიის დროს მithumetes ეს სიტუაცია, რაც შეგვექმნა ყველას, ჩვენ ყველას შეგვეხო ყველა ოჯახს. იქ რა ვითარება იყო შეფერხებული? არა, შეფერხების ნაწილში საერთოდ პრობლემა არ ქონია, ანუ ერთი წამითაც არ გავჩერებულა, ჩვენებულა მიდიოდა, მე აღნიშნა უბრალოდ იმ ნაწილს, რომ იმ ადამიანებმა და იმ ოჯახებმა იგზნეს აი ის რა არის, რა პროდუქტია შექმნილი და ზუსტად იქ იგზნეს. როცა ყველანი ჩაკეტილები ხოლმე სახში. აი ნახეთ, აი ეს მინდა რომ გამოყო და აღნიშნო, რომ სამწუხარო, ანუ COVID free zone აი ეგ მინდა რომ აღნიშნო, რომ ზუსტად სამწუხარო დროს მოვხვდით, მაგრამ ამ დროს სულ სხვა სივრცეში აღმოჩნდით, ხო, ანუ და იქ თითოეული ოჯახის წევრი, ვისაც ხვდებით, ჩვენი მაცხოვრებლები ჩამოდიან, იძახიან, არც უგძნიათ საერთოდ აი ეს პრობლემა, იმ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აწუხებდათ, მაგრამ აი ეს გარემო ისეთი შექმნილია და ისეთი გაკეთებულია ყველაფერი, რომ ნუ ვფიქრობ, რომ მე ერთი კითხვა მრჩება. დასაქმებულების თემა მინდა შევეხო აუცილებლად რა რამდენია და როგორ არის დასაქმებული პროექტში, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვახსენეთ ნოჩკო 20 ჰექტარი იქნება რა საბოლოო ჯამში მილიონის. ხო, 200 მილიონის ინვესტიციით და ეს რა სახეს იძმეს რა საბოლოო ჯამში, რას უყურებს დასაქმების თვალსაზრისითაც და ცხადია ინფრასტრუქტურულად. ძალიან მიხარია ამ ნაწილშიც, რომ დღეს ესეთი პროექტები და ზოგადად სტიმულირება უნდა იყოს ყველა მიმართულებით, არა მარტო დეველოპერული მიმართულებით, რასაც ყოველთვის აღნიშნავთ ჩვენ აგერმე და გიორგის გუშინაც საუბრობდით, მეტი პოზიტივის წამოწევა მნიშვნელოვანია ზოგადად რა, ანუ ესეთი პროექტები და შეიძლება უფრო ნაკლებ მასშტაბურებით, ვფიქრობ, რომ უფრო აქტუალური უნდა იყოს რაღაც ჩვენ სხვა გარემოში გვიწევს ცხოვრება და აქედან გამომდინარე ეს მინდა ხაზი გაუსვა. შესაბამისად, ნუ რაც შეეხება დასაქმებულ მიმართულებას, ჩემი ამოცანა იყო პირველ რიგში, რომ ყველა თანამშრომელი შემენარჩუნებინა. ანუ აუცილებელი იყო ეს იდგა, აი როდესაც დადგა ის დრო, რომ აი ყველანი რაღაცა გავიღვიძეთ სხვა რეალობაში, რა თქმა უნდა, მეც დავფიქრდი, ხო, რა გველოდა წინ და რა მომავალი გველოდა და რა საშიშროების წინ შევიდექით.
თუმცა პარალელურ რეჟიმში აუცილებლად ვფიქრობდი იმაზე, რომ უნდა შემენარჩუნებინა ის ჩემი გუნდი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემთან ერთად ესე აი ყოველდღიურ ესე საკმაოდ დიდ შრომის ჩადებაში, აი ამ პროექტშიც წლებია ჩვენ მოვდივართ ერთად და ძალიან მიხარია რომ ეს შევძელი მე იმის გარდა რომ შენარჩუნება შევძელი სახელფასო მიმართულებითაც ანუ ერთი ლარიც კი არ ქონია რაღაცა ვთქვათ დაკლების ნაწილში სახელფასო ნაწილში და მეტიც ნახეთ ის מחარებს რომ მომავალში უკვე ჩვენ გვაქვს მიმართულება იქით რომ ვაკანსიები გამოცხადებული, უკვე ვეძებთ ახალ კადრებს, კვალიფიციურებს და ნუ აქ ეხება ნუ საკმაოდ დიდ მასშტაბებს, შეეხება ძალიან ბევრ ოჯახს, ეს კეთილ დღეობა, ესე ვთქვათ, ეს ამხელა ინვესტირება და ძალიან სასიხარულოა ეს. ეხლა მით უმეტეს დღეს რო ამას ვაცხადებთ და ერთი წამით რო არ გავჩერებულად პანდემიის დროს მინდა გითხრათ რომ ტაქსებით ვატარებდით თანამშრომლებს და ყველას აბსოლუტურად მუშახელსაც და სულ ყველას აბსოლუტურად იმიტომ რომ არ მინდოდა საერთოდ ჩავარდნა ყოფილი ან გაჩერებულიყო ან რაღაცა მაგდაგვარიდან შედეგიც დღეს მიხარია რომ ეს შედეგი მივიღეთ და საერთოდ არა გვაქვს ამ ნაწილში ანუ სწორი გამოვლილი გზა არის და ეს არის სასიხარულო ну შესაბამისად მივიღეთ აი ეს პროდუქტი ჩვენი შრომით ფიქრობ რომ ძალიან განსხვავებული პროდუქტი იქნება უკვე არის იმიტომ რომ ეხლა 8 ჰექტარი რახან ჩვენ განახორციელეთ იქ ეს არ არის უბრალოდ რომ ჩვენ ვილაპარაკოთ იქნება მომავალში არა ნებისმიერ ჩვენ კი ბატონო მომხმარებელს და თქვათ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ნახოს უშუალოდ ხარისხი ნახოს როგორ ცხოვრობს იქ თქვათ ის ოჯახები როგორ ცხოვრობენ როგორ დროს ატარებენ ზაფხულობით ზამთარში იმიტომ რომ შექმნილი გვაქვს ნახეთ პირველ რიგში იყო სლოგანზეც ლაპარაკი აქ სამი სლოგანი გვაქვს ანუ ისუნთქე იცხოვრე დაისვენე ну რას ნიშნავს ეს რომ ეს სამი სლოგანი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენ იქაურ ცხოვრებას, ხო? იმ კომპლექსში ისუნთქე იყო ის ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმართულება, რომელიც აბსოლუტურად დავიცავით ბოლომდე და ის ისტორიული მაჩვენებლები და კვლევები გვაჩვენებს, რომ სასუნთქი ჰაერი იქ ნამდვილად ნახებული მონაცემები რაც მათ შორის ქონდა გარემოს დაცვის სამინისტროს ბრძანისი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ვიცით რომ დღეს უკვე ტენდენცია მაგეთკენ რომ უკვე ყველანი მივდივართ, გავდივართ ქალაქის ცენტრიდან და გვინდა რომ შევარჩიოთ ესეთი ადგილი სადაც და საკმაოდ კარგი ლოკაცია აქვს. ნახეთ 5 წუთი, 10 წუთი გინდა ძველ თბილისამდე თავისუფლების მოედნამდე. ანუ ცენტრია ფაქტიურად ძველი და ერთი რაც მინდა კიდევ აღვნიშნო, რა გვაქვს ჩადებული, თქვათ რა სახეობები გვაქვს, ანუ სპორტული მიმართულება, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ რომ ყოფილიყო სპორტულ გამაჯანსაღებელი და პლუს ამას ისეთი მიმართულებები, გასართობი მიმართულებებიც, თქვათ, ხო? ხო, ჯანსაღიც, ხო. ეხლა ჩვენ რო შევხედოთ სხვადასხვა პროექტებს, მე ეხლა არ შევეხები, თქვათ, არც ერთ, ჩემსაზე გავაკეთებ, თქვათ კონცენტრაციას ვიტყვი რომ პროექტში ჩავდე ყველა სპორტული სახეობა. ანუ უპრეცედენტო შემთხვევა ჩემი აზრით შეიძლება ვცდებოდე თქვენ შემისწორეთ, მაგრამ სპორტი არ არის რომ თქვენ დამისახელო და არ იყოს აქ. ანუ შესაბამისად ესე იგი დაწყებული გოლფიდან საჯინიბოთი, ფეხბურთი, კალათბურთი, რამოდენიმე დიდი ზომის აუზები, ფიტნეს კლუბები, კვადროტურები, ხა თბილისში აი ამდენი სახეობის ყველა იმ ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით აქ ცხოვრობენ ადამიანებისთვის ფაქტობრივად ყველა სერვისი რაც შეიძლება დაჭირდეს არის ამ სივრცეში ეს არის დახურული საცხოვრებელი კლუბური საცხოვრებელი გარემო კომპლექსი სადაც შიდა ტერიტორიაზე აქ უსაფრთხოებაზეც იყო ლაპარაკი, რა ურბანულად თავიდან რო იწყებ პროექტის განხორციელებას თუ საშუალებას გაძლევს და დიდი მიწის ნაკვეთია აუცილებლად ურბანულად სწორე უნდა დააპროექტო.
ну რაღაც პერიოდი დამჭირდა, თქვა წლები ამ სფეროში ვარ და ну შევისწავლე ესეც და მაგიც მიხარია რომ урბანულად სწორებ ხედავ ესე ვთქვა, ну შედეგით სახეზეა. ჩემ გუნდთან ერთად, ჩემ არქიტექტორებთან ერთად და ამ შემთხვევაშიც урბანულად სწორედ დავაგეგმარეთ. ამოცანა რა იყო? ამოცანა იყო ის რომ შიდა ტერიტორია მაქსიმალურად ყოფილიყო რეკრეაციული ზონები და მანქანის წვდომა შიგნით არ ყოფილიყო, არ შესულიყო მანქანა, ანუ დაბინძურების კოეფიციენტიც ნაკლები ყოფილიყო. შესაბამისად მივიღეთ რა, შიდა ტერიტორია ჰექტრობით, მივიღეთ რეკრეაციული ზონები, შიდა ტერიტორიის მოძრაობა არის მხოლოდ გოლფქარებით. საფეხმავლო ბილიკებით და დამატებით თქვათ ველობილიკებით და კიდევ დამატებით თქვათ ელექტრორასაშუალებებიც იქნება მინი სკუტერებით თუ რაც იქნება. კომფორტული მეორე საკითხი კიდე პრობლემა რაშიც შეიძლება შექმნილიყო რომ მანქანაც ხო უნდა მივიდეს საცხოვრებლამდე ჩვენ ხო გვაქვს ესეთი მიდგომაც რომ ეხლა სად მაყენებინებ მანქანას ხო შორს რომ მე სად მივიდე ხო აი ეს შესასვლელი გზებიც ისე გავაკეთეთ კომფორტულად და მოვახერხეთ ისიც რომ მაცხოვრებელი სახლშიც ჩადის ავტოფარეხშიც მანქანას აჩერებს და სტუმარიც შედის მასთან და შენობის წინ აჩერებს ხო და რაც თავარი კიდე ამ შემთხვევაში მთლიანად ტერიტორია იქნება შემოფარგლული და უსაფრთხოების საკმაოდ მაღალი სტანდარტი იქნება დაცული. ეს მე მგონი ადგილზეც სანახავიერზე დარწმუნებული ვარ, ბევრის ინტერესს გამოიწვევს. ჩვენც მოგიყვებით ეტაპობრივად მეოთხე 20 ჰექტარს მიუხედავად იმისა, რომ 20 წუთი აქვს გრძელდება, მაინც ვერ მოვასწრებ ყველაფერზე იმის გაკეთება, კაზახსტანის ისეთ რეზიდენში ხდება, ამიტომ და ეს ახალი ცხოვრების ერთსაც დავამატებ. მნიშვნელოვანია რომ ტიპიურად არ ვიქცევით ისე რომ თქვათ ჩვენ ვანახოთ, როდესაც მოდის ჩვენთან ყიდველი და უნდა შეძენა, ვასწრებთ მოვლენებს და სანამ შენობები დასრულდება, რეკრეაციულ ზონებს, სკვერებს, ყველაფერს ვასრულებთ, მათ შორის ფიტნეს კლუბებს, აუზებს, ჩოგბურთის მოედნებს, ყველაფერს და ადამიანი მოდის და ხვდება რა გარემოში უნდა იცხოვროს. საიდანაც უკვე ხა 1 გექტარი უკვე განაშენიანებულია ხეები და ანუ ის ადამიანიც უკვე იქ ცხოვრობენ, რეალურად მათ დალოდება არ უწევთ, აქვთ შესაძლებლობა. ამ დროს მშენებლობა მიმდინარეობს მონოლითური, მაგრამ რა თქმა უნდა სტანდარტები შემოფარგლულია, ამ უსაფრთხოების ზომები დაცულია და შესაბამისად ადამიანი ხვდება რომ რა გარემოში უკვე დაჯდება, ან შეიძლება ჩოგბურთის მივცეთ თქვათ ჩოგანი და ვათამაშოთ იქ. ძალიან კარგად არის ბალანსი დაცული, აი თვითონ განვითარების და მიწას ყოველთვის აქვს სხვა არის განვითარების და ამ პროექტში აი მინდა ასე ვთქვათ ეს ხედვას დავამტხვიო ნოშიკოს საუბარს რომ მოხმარებელი ყიდულობს გარემოს და არა უბრალოდ რაღაც სახლს, რაღაც ასე ვთქვათ კომპლექს, ეს არის თლიანად შეკრული გარემო და სრულად ახალი ცხოვრების სტილი. მე მგონი ინტერესი კიდევ უფრო მეტი გაჩნდა იმის რომ ადგილზე ნახონ. 15 სექტემბერი მონიშნული მაქვს და მაგალითად არ გადავალ. მოვიდივართ აუცილებლად. დიდი მადლობა გიორგი გიორგაძეს, დომუსის მმართველ პარტნიორს და ნოშიკო ნამორაძეს იმ პრეზენტაციისთვის დეტალურად რაც გააკეთა. წანის რეზიდენცთან დაკავშირებით კიდევ ბევრს გაიგებთ ამ პროექტთან დაკავშირებით და მადლობა სტუმრობისთვის.